ადამიანი დაიღუპოს. Რატომ ვერ ხედავთ ღმერთს და რატომ ხედავთ ისე? ჩვენ ღმერთს ბავშვებო, ჩვენი თვალებით კი ვერ ხედავთ. ის სულია, უხილავია. ღმერთი იხილება ჩვენი გულის თვალებით. ჩვენი გულის თვალებით იხილება ღმერთი. და რამდენადაც ჩვენი გულის თვალები სუფთაა, ანუ ჩვენი გული გაწმენდილია, იმდენად ადამიანი ხედავს და შეიგრძნობს ღმერთს. ახლა მაგალითად მე ბავშვობაში ასეთი რამე დამემართა. მოკლედ მიყვარდა ხოლმე რომ თავს დავიბანდი და ესე თავი თავით გავდიოდი. არ ვიცი რამდენი წლისა ვიყავი, სადღაც ალბათ იქნებოდი აი 12 წლის, აღარ მახსოვს. და თავი დავიბანდი და სადღაც სკოლაში წავედი, უცხოენების სკოლაში დავდიოდი. ახლა გაკვეთილზე ვატყობ რომ აღარ ლაპარაკობ. ენა არ მომორჩილება. და რა მოხდა? დამემართა რაღაცა სამწერა ნერვის ანთება თუ რაღაცა, ნახევარი მხარე გაითიშა. სახის ნახევარი მხარე გაითიშა. აი პირში ნახევარ მხარეზე გემოს ვერ ვიგებდი. აი დავუშვათ ლიმონადი დაგელია თუ რაღაცა. თვალს რო ხუჭავდი, რო ვიძინებდი, ახლა თან ცოტა გაგამხიარლოთ მე ხო ვიქარი. რო ვიძინებდი, ცალი თვალი დახუჭული იყო, ცალი თვალი გახსენე. ეგრე მეძინა. ალბათ თქვენ შემოსულიყავით და დაგენახეთ შეიძლება შეგშინებოდ. ანი ფიქრობდით რომ გეხმარება თვალს გიკრავს და გვიძავს. მოკლედ ეგრე მეძინა. რატო ამბობ ახლა? იმ მხარეს, სადაც პირში რეცეპტორები დაზიანებული იყო, გემოს ხო ვერ ვიგებდი. არა და ის ლიმონადი ერთ მხარესაც ისეთი იყო და მეორესაც. თუ ადამიანს გული დაზიანებულია, ღმერთის სიტყვას ვერ შეიგრძნობს. გესმით რაზეა ლაპარაკი? ღმერთი ისეთი ტკბილია შენთვისაც, სხვისთვისაც, მაგრამ ადამიანი იმდენად შეიგრძნობს, რამდენადაც ჯანმრთელი აქვს სული და გული. გესმით რაზეა ლაპარაკი? ჩვენ თუ გონია რომ ღმერთი კაცრია, რაღაცა დაგვსჯის, თუ რაღაცა ესეთი ამგვარი წარმოდგენები გვაქვს და სამწუხაროდ ზოგჯერ მშობელიც უწყობს იმას ხელს, რომ ბავშვს ღმერთის მიმართ ესეთი წარმოდგენა ქონდეს. აი ღმერთი დაგვსჯის, ღმერთი არ უნდა შევაშინოთ ჩვენ ბავშვებს. ღმერთი მოწყალეა, სიყვარულია, ტკბილია და ჩვენ თუ იმის სიტყვას და სიყვარულს ვერ ვიგებთ, ესე იგი ჩვენშია პრობლემა. თუ ის ლიმონადი ხო ტკბილი იქნებოდა, არა, მაგრამ მე ხო ვერ ვიგებდი. ჩვენთვის სულ ერთი იყო, იქ წყალი იქნებოდა თუ ლიმონადი იქ, სულ ერთი იყო. და ჩვენი გული თუ დაზიანებულია, ჩვენ ღმერთის სიტყვას ვეღარ ვიგებთ. და ადამიანი თუ აღსარებას ამბობს და ეზიარება გულწრფელია ღვთის წინაშე, მისი გული ნელ-ნელა ღმერთის სიტყვას შეიგრძნობს. და ნახავს რომ ღმერთი ყველგან არის და ეს სიტყვა და სიხარულიც ყველგან ექნება მას.